მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვასრულებთ ავატარის მეორე სეზონს, ცოტა ახლოს მივიწევით, თორემ ხო, ასე ჯობია. ვასრულებთ ავატარის მეორე სეზონს, როგორც წინა სერიაში ვთქვი. მე თქმა უნდა, მინუსები უფრო მეტი იყო წინა სერიაში ვიდრე პლუსები, იმ გაგებით არა, რომ ცუდი სერია იყო, კონკრეტულად ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ტოფი დაიჭირეს, აზულა, ტაილი და მეი კიოშის მეომრების ფორმით შეიპარნენ ბასინგსეში, თანაც მეფესთან არა უბრალოდ ბასინგსეში და ანგი და სოკა წავიდნენ სოკა მამამისთან, ანგი გურუსთან. სერიის სათაური არის გურუ, წინა სერიაში რომ ნახე და ვთქვი რომ აზრი არ ქონდა, ახლა არ ნახვას, მაინც იგი გამოჩნდებოდა და ვნახოთ რა მოხდება. ეს ბოლო ორი სერია გადაგვრჩა და მეორე სეზონი, იგივე მიწის სეზონი, იგივე მიწის წიგნი მთავრდება. და რა გადაგვრჩა. ცეცხლი მარტო. ნახოთ რა მოხდება, ვნერვიულობ, ვინმე არ დავკარგოთ ისევ, იმიტომ რომ პირველ სეზონის ფინალში მახსოვს იუე დავკარგეთ, ახლა ჯეტი დავკარგეთ რამდენიმე სერიის წინ, 2 თუ 3 სერიის წინ. და რავი, მთავარი გმირებიდან არავინ არ მოკვდება, ხა ანგი, კატარა, ტოფი, ზუკო, აზულა, აირო, სოკა. მეგონი არ მithქოს სოკა. ეგენი ცოცხლები დარჩებიან ყოველ შემთხვევაში, კატარა. მეგონი ორჯერ ვიმეორებ ერთ და იგივე პერსონაჟის სახელს. გაიჯანებას. მაგრამ რავი. მაინც ვიმეორებ. ავატარის ამბავი რო ვიცი, ასეთ რამეს მოულოდნელად მოგვისურვის და დავიწყოთ და აღარ დავკარგოთ დრო, იმიტომ რომ ბევრი საქმე გვაქვს დღეს. ახაც დავაყენო. საკმაოდ გამიჭირდა მინდა გითხრათ საიტის ჩართვა, არ ვიცი რა დაიმართა, მაგრამ რაიც და მაინც მაშინ მომდა გაჭედვა, როცა ავატარის მეორე სეზონის ფინალი ქონდა საყურებლად დამეგრჯენილოები. ასე თუ ისე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გამოვასწორეთ და დროს თუ დავკარგავთ. ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი, მეორე სეზონის 19 სერია, გურუ. 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარანეტ.com-მა. ინტრო კიდე არ თარგმნეს. Long ago, the four nations lived together in harmony. Then, everything changed when the Fire Nation attacked. Only the Avatar, master of all four elements, could stop them. But when the world needed him most, he vanished. 100 years passed and my brother and I discovered the new Avatar. მინდა გითხრათ კატარას кайფმა აქვს გახმოვანებაში ვიზა ორიგინალში. He has a lot to learn before he's ready to save anyone. But I believe Aang can save the world. წინა სერიებში დავავიწყდა გახმოვანება ასე შეცვალა. ამბობ შემიძლია ავატარის თვისებების კონტროლი გასწავლო. რა ხდება? შეცვლილ ხარც მისულა. დაილეთქანი ერთგული რჩება. სერ. Hello? სახლში ვინ არის? ესეც ავტობს საშინელი გახმოვანება აქვს ქართულად. ჩვენს პატივცემულ მოკავშირეებს, კიოშის მეომრებს. მიწის მეფის მორჩილი მსახურები ვართ. კი. გურუ. What's that smell? It's juk. I'm sure you wouldn't like it. რატო ვერ ახმოვანებ ქართულად? Actually, it smells delicious. I'd love a bolongo. Now that the fever is gone, ლელი ჯანხარ. bring some. მადლობა. ახალი დღე იწყება. We've got a new ახალი ბინა გვაქვს. furniture. დღეს შენი ახალი საჩაი საზეიმოდ იხსნება. Things are looking კარგად მიდის საქმები ძია. კაი ერთი ზუკო. You haven't seen ორი
ძნელია, მამა არ გინახავს. ალბათ როგორ გიხარია, არა? სპეციალისტ ხათამ გახმოვებას ვერჩინა ისე ორიგინალისტის ვესვია. ნუ ნერვიულობ, ძალიან გაუხარდება შენი დანახვა. ხო, ბუცისტკივილი. ვიულობ გურუსთან ამ შემთხვევაში ბევრი არაფერია. სულ აწერა. მზადვარ ავატარის თვისებები დავხვეწავ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ. კარგია თუ მზად ხარ. ერთ კვირაში გნახავ. აბა დროებით. ო, წავიდა. ხალხმა იცნო. მუხარია შენი ნახვა სოკა. ვა. წავიდა. მამა სოკა გამარჯობა მამა. დასაწყისისთანავე როგორ შეხედე ბოსკო კიოშის მეომრები მოვიდნენ ჩვენს დასაცავად კი ხარია ეს კიოშის მეომრები არაფერს კარგს არ მოგიტანენ ძიმე კვირა მქონდა ჩემი ყველაზე სანდო მრჩეველი ლონგფენგი და დალაის აგენტები ცდილობდნენ ჩემთვის ძალაუფლება წაერთმიათ ბასინგსეში საშინელებაა უახლოეს გარემოცვას რომ ვერ ენდობი კარგი ნამდვილად ჩეხუთეულის საბჭო ცეცხლის ხალხზე თავდასხმის გეგმას ადგენს ზაფხულში მზის დაბნელებისას მართლა უჩვეულო წინვალე გეგმა იქნება ნუ ეს კარგი არ არის აშკარად შეტევას გენერალი ფრონგის ბაზიდან დავწყებთ. ზუსტად ორ თვეში მზის დაბნელების დღეს არმია და ფლოტი ცეცხლის ხალხს დაესხება თავს. მან მოგაგზავნოთ, მაგათ ვუჩვენებ ცეირს. მოკაცრავად. კეთერა ახლა მხოლოდ მიწის მეფის დასტური გვჭირდება გეგმის აღსრულებისთვის. ახლა წაგუღებ ამ გრაგნილებს. გმადლობთ გენერალო ჰოუ. წავიდა ჰანგი და გურუ გამარჯობა. თქვენ გურუპატიკი ხართ არა? აბა თქვენ მიამაგრეთ რქაზე ბარათი. დიახ, მე შენი ხალხის სულიერი ძმა ვიყავი და ბერიგიაცოს პირადი მეგობარი. თქვენს ბარათში წერია რომ შელიათ ავატარის თვისებების კონტროლი მასწავლოთ. როგორ? ჯერ შენს თავში უნდა დამყარო წონასწორობა და მხოლოდ ამისე შეძლებს საყარში ჰარმონიის დამყარებას. დალიე, საკუთარ თავში წონასწორობის დამყარება ამით უნდა დაიწყო. ახუსტაბანანის წვენს გავს. ახუსტაბანანის არა მე მგონი მართლა უნდა ეს ხარკი და ბანანი დალტონგების მამული აქეთაა. დაწმუნებული ვარ გეშლება. ერთი წამით შეგიძლიათ კინკლაობას მოეშვათ ბებრებო ტუალეტში მინდა სერიოზულად რა გჭირს? და შმაკი ხარტოფ. კარგი იყო, მაგრამ მე ვერ გამაცურებ. გამომიშვით აქედან რომ ერთი კარგად გაგაპანღუროთ მარა ბრაგაბრუგი. თავი მსოფლიოში უდიდესი მიწის მბრძანებელი გონია, მაგრამ რკინის მკვნეტელი ნამდვილად არ ხარ. არის სანამ ჰანგი გახდება არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგვეცა გოგოებო როგორც იქნა მაისე შეიხებება, რომ გული არ გაგვისკდება. მთელი მიწის სამეფოს დაპყრობაზე ვამბობ 100 წელია ცეცხლის ხალხი გარედან უტევს ბასინგსეს, მაგრამ ახლა შიგნით ვართ და შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩავიგდოთ ხელში. ღმერთო, რა თავდაჯერებული ხარ. შენი სწორედ ეს მომწონს. აუ ერთი პლუსი ამ გახმოვანების ისა ის რომ ორიგინალური ხმები უკეთესად ვესმის დაილი ჩვენი და მინდა გითხრათ საკმაოდ კაი უხდება პერსონაჟებს ბასინგსე ესაც აკონტროლებს.
იმისთვის რომ ავატარის მდგომარეობას დაეუფლო, ყველა ჩაკრა უნდა გახსნა. ჩაკრა? აქ ყველაფერი მითხარი, რაც ჩაკრების შესახებ იცი. ჩაკრა რა არის? დაბრუნდა გახმოვანება. გასაგებია. ყველაფერი ჯობია მითხარი. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მაგრამ ჩაკრა როგორც ნარუტოში? წყალი ისევე მიედინება, როგორც ენერგია შენს სხეულში. როგორც ხედავ, ზოგ მორევში წყალი ბრუნავს. ეს მორევი ჩვენი ჩაკრებივით არის. ანუ ჩაკრა მორევია, რომელიც ჩვენს სხეულში ენერგიას ატრიალებს. ზუსტად. კი. გარშემო რომ არაფერი ყოფილიყო, წყალი თავისთვის იდინებდა. თუმცა ცხოვრება რთულია და გუბურაში რაღაცები ცვივა. ამის შემდეგ რა ხდება? წყალი ვეღარ მიედინება? დიახ. მაგრამ თუ გზას გავათავისუფლებთ, ენერგია დინებას დაიწყებს. მივხვდი რასაც გულისხმობს. სხეულში 7 ჩაკრაა. 7. თითოეულ ენერგიას თავისი დანიშნულება აქვს და მათი დაბლოკვა სხვადასხვა სახის ემოციური მდგომარეობით შეიძლება. გაფრთხილებ, რომ ჩაკრების გახსნა ძლიერი გამოცდილებაა. როდესაც ეს პროცესი იწყება, ვერ გაჩერდები, სანამ 7-ვე ჩაკრა არ გაიხსნება. მზად ხარ? ყველაფერს გავაკეთებ, რადაც უნდა დამიჯდეს. პირველ რიგში მიწის ჩაკრას გავხსნით, რომელიც ხერხემალთან მდებარეობს. ის მიწის ჩაკრა. შენაზე აგებს და შიშით იბლოკება. ყველაზე მეტად რისი გეშინია. შენი შიშები გაიცანი. ეს ის იყო პირველი სეზონის. ეს კარგი დაწყვეტი იყოს. არ დაგვისრულებია? ცეცხლის ლორდი. შენი ხილვა ნამდვილი არ არის. გადარჩენა გინდა, მაგრამ შიშებს უნდა გაუმკლავდე. და შენი შიში დინებას გააღვეს. მიდი აქ. მიწის ჩაკრა გახსენი. უკვე? საკმაოდ მარტივი ყოფილა. ხა ცხადია შეშინია ოზაის. ჩაკრა? შესანიშნავია, იქნებ ერთ დღეს შენს გურუ გახდე. ეს ჩაკრა პასუხს შემოვნებაზე აგებს. ყურაში ცოცხალი არ იქნება. გრძნობით იბლოკება. ახლა კი ყველაფერი გაიხსენე, რაც გამძი. დაივიწყეთ, რაც ახლა მოხდა. მირეკავდნენ როგორც ყოველთვის, არა, უნდა გავაფრთხილო რა. რომ ვიდეოს გადაღების დროს აღარ დამირეკონ. თორემ საკმაოდ სრულ მომენტებში წყდებით ხოლმე. კაი, ვაგრძელებთ წყლის ჩაკრიდან. 3, 2, 1. შემდეგი წყლის ჩაკრა? შესანიშნავია, იქნებ ერთ დღეს შენს გურუ გახდე. ეს ჩაკრა პასუხს სიამოვნებაზე აგებს და ის დანაშაულის გრძნობით იბლოკება. ახლა კი ყველაფერი გაიხსენე, რაც გამძიმებს. დანაშაულის გრძნობით იბლოკება. რაშია დანაშაულები? გაქცევა კი მე გავიკეცი. და ეს ხო ყველა იმ ადამიანს ტკივილი მივაყენე. რეალობა მიიღე და გააცნობიერე. ისე რა კაია რომ მეორე სეზონის პირველ სერიიდან ბოგონებს ხედავთ მეორე სეზონის ბოლო სერიაში ბოლოში რა ბოლოს წინაში შენს თავს უნდა შეუნდე. ეს ბოლოს როგორც გაიგეთეს ეს ყურე ბასინგსეს გარეუბანში მიედინება. მეთქი ვაგრძელებ ჩაკრებს ამ ნაღმებს ცეცხლის სამეფოს შესაჩერებლად ვიყენებდით. მამა შენმა ეს ნაღმები თვითონ შექმნა. ეს დამანგრეველი ზუსტი ნაღმია და საშინელი სუნი აქვს. სწორად მიხვდი. ნაღმის სუნიანი თევზითა და წყალმცენარეებით არის სავსე. როდესაც გემი ნაღმს ააფეთქებს, წყალმცენარეები სანავე ხრახნებზე ეხვევა. ხოლო საშინელი სუნი ხალხს გემის დატოვებას აიძულებს. ამას ცუდი სუნისგან ჩაძირვას უწოდებ. მაგარია მამა. ნამდვილად მამა შენის შვილი. აკოდა. ზურავებმა ცეცხლის სამეფოს 4 ხომალდი შენიშნეს. ბატო, ნაღმები მოამზადე. დანარჩენები კი ბრძოლისთვის მოემზადეთ. გამიხარდა ესე ბატონს რომ ნახეთ ხელახლა არ მისმენ? თქვი რომ დანარჩენები ბრძოლისთვის უნდა მოამზადოთ.
ეს კაია. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ქალაქში ლტოლვილებად ჩამოსულს ჩემი საჩაი ემექნებოდა? ნამდვილად. ზვნებებს მისდიე ზუკო. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ქალაქში ოდესმე ლტოლვილებად ჩამოხვიდოდით? ძალიან მადლიერი ვარ. ეს დაიმსახურე. ჟასმინის დრაკონი ქალაქში საუკეთესო საჩაია იქნება. არა. მადლიერი ვარ, რადგან ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემთან ერთად ხარ. ეს ჩემთვის მეც ნიშნავს, ვიდრე გონია. ვაუ. აშკარად ზუკო შეცვლილია. ხო, მოდი ჩაი თან ვამზადოთ. უკეთესისკენ ბევრად. იქნებ როგორც იქნება დაანებოს ავატარს თავი. მესამე ცეცხლის ოპა, წავიდა. რომელიც მუცელში მდებარეობს. ჩემს ცეცხლის ჩაკრას ხახვისა და ბანანის წვენზე უკეთესი რამე უნდა. სასაცილოა. ნამდვილად. განვაგრძოთ. ეს ჩაკრა პასუხს ნების ყოფაზე აგებს და სირცხვილის გრძნობა ბლოკავს. რისი ხრცხვენია? კი. ყველაზე მეტად რით გაუცრუე. ეგ მომენტი. ცეცხლის მართვას აღარასოდეს მიმართავ. არ შემიძლია. წონასწორობას ვერასდროს მოძებნი თუ შენი ცხოვრების ამ ნაწილს უარყოფ. შენ ავატარი ხარ. შესაბამისად ცეცხლის მბრძანებელიც ხარ. ვაუ, ეს ტიპი ერთ საათში უფრო მეტ სასწავლის ამის, ვიდრე ეს რა ვიცი მე. დინებასავით არ გახსნილა. ვიდრე აკუ, კატარა, ტოფმა და გიაცოვ ერთად წელიწადში. და ბანანის გემო მაქვს. კიდევ რაღაცის გემოც იგრძნობა. წნილია? რა? რელიზი მოამზადა აჭარანეტ.com-მა. ამ საშინელმა ტანსაცმელმა დამღალა. არ ვიცი ამით როგორ უნდა იბრძოლო. იქნებ კიეშის მეგობრების დამარცხება და მათი ტანსაცმლის წამოღება ასეთი ათვილი ამიტომ იყო. მიწის სამეფოს კიდევ რამდენ ხანს უნდა ვემსახუროთ. თუ დათვის ნეხვის დასუფთავება კიდევ მომიწევს, გულია მერევა. პრინცესა აზულა სერიოზულად? ცეცხლის ამას სამეფოში საკეთებ დაუბრუნდებით, როდესაც ავატარს დავიჯერთ. უბრალოდ უნდა მოვითმინოთ. გაჩუნდი. გინდა მთელმა სამეფომ გაიგოს, რომ ცეცხლის სამეფოდან ვარ? ბოდიში. თელმ სამეფო არა, ორმა კაცმა კი გაიგო. ოჩახ გოგოები. აზულას უხდება ეს ფორმა. დაილი შეტყობინებას გადასცემს. ეს ნახეთ. ის პასუხს სიყვარულზე აგებს და დარდი ბლოკავს. შენი დარდი წარმოიდგინე. გიაცოკი. ყველანი ისე ოდესმე გვინდა ხავს ჰაერის ქვეყნიდან ადამიანი, რომელიც ჰაერის ბრძანებელი არ არის. ახლა შეკითხვა გამიშვა ასეთი, იმიტომ რომ ბავშვები ნახეთ ყველანი იყენებენ ჰაერს. ესენი ახლა ხედავთ ყველანი იყენებენ. ბერებიც ყველანი. შენს გულშია და სიყვარულის ახალ ფორმაში გარდაისახე. მითხარით ერთი. გვაქვს ნახე ასეთი რამ კატარა. და ეს შენ მათ კიდევ დაიწყოს. ძალიან კარგია. შეიძლება ხახვისა და ბანანის წვენი დავლიო. მეხუთე ხმის ჩაკრა. ხმის ჩაკრა. ეს უკვე გავცდით ელემენტებს. ის პასუხს სიმართლეზე აგებს და ტყუილი ბლოკავს. ეს ის ტყუილია, რომელსაც ვამბობთ. რატომ არ გითხარი, რომ ავატარი ხარ? იმიტომ რომ ავატარობა არასდროს მდომებია. შენს ბუნებრივ სამყაროზე ტყუილს ვერ იტყვი. ის ფაქტი უნდა მიიღო, რომ ავატარი ხარ. ეს კადრი ინტროდან. ძალიან კარგია ანგი ფსიქოლოგიურად დაემზადა ნებისმიერი ბრძოლისთვის. კაი, ბოლომდე რა კიდევ ორი ჩაკრა დაგვრჩა. სინათლის ჩაკრა. სინათლის ჩაკრა. რომელიც შუბლის ცენტრში მდებარეობს.
ის პასუხს გამჭრია ხობაზე აგებს და ილუზია ბლოკავს. სამყაროს უდიდესი ილუზია გაყოფის ილუზიაა. ის რაც განცალკევებული და განსხვავებული გგონია სინამდვილეში ერთი მთლიანობა. როგორც ოთხიერი. დიახ, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, მაგრამ განცალკევებულად ვცხოვრობთ. ყველანი დაკავშირებულნი ვართ. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. მართალია. 4 ელემენტის გაყოფაც კი ილუზია. თუ გონებას გახსნი, დაინახავ, რომ ყველა ელემენტი ერთი მთლიანობაა. ტოპი. ლითონიც კი მიწის ნაწილია. გადავალთ? განწმენდილი მიწა. გადავალთ? ლითონი. მედი. ლითონო. დამნებდი. Stop. ძალიან მაგარი ხარ. ნაბეტანი. ლითონიც მიწა. ჩაი ხომ არ დაგველია სანამ მეფეს. რა თქმა უნდა. და ტოპლეც როგორც ჩანს დაამუგამა. ბიძია. გმერთო. ორი მწვანე და ერთი ლიჩის ჩაი მოამზადე. რაც შეიძლება სწრაფად მოვამზადებ. აღარ გვიდა მაგიდა ორისთვის. არ ვიცი ამაზე რა ვთქვა. ეს ბოლო ჩაკრა არა? ხო. როგორც კი ამ ჩაკრას გახსნი ავატარის მდგომარეობაში. ისი ჩაკრაა? დროს შეხვა. როდესაც ავატარის მდგომარეობაში იქნები, შენს მოქმედებებს მთლიანად გააკონტროლე. მოდით დავიწყოთ. ფიქრის ჩაკრა თხემზე მდებარეობს. ის პასუხს კოსმოსურ ენერგიაზე აგებს. რა გამაზია ესე კადრი? ამ სამყაროსთან მიჯაჭვულობაზე იქ. კოსმოსზე ცალაბაზე დაახატული. სამყაროსთან მიჯაჭვულობაზე. სულ კატარა ახსენდება ეგ არის. ეს მიჯაჭვულობა გააუშვა. კოცნა. ის წყალს გააყოლე. დაივიწყე. მეგონა ახლა მაინც ხოჩვედებდნენ. კატარა რატომ უნდა გავუშვა? მე მიყვარს. მისი გაშვება ისწავლე, თორემ კოსმოსური ენერგია შენში ვერ გაივლის. აი ეს უკვე რთული იქნება. კოსმოსური ენერგია კატარას რატომ უნდა ვამჯობინო? ჩემი მისდამი მიჯაჭვულობა ცუდი რატომ არის? მისდამი ჩაკრის წინ ეს კარგი იყო. გაშვება უნდა ისწავლო. კი. არ ვიცი რა თქვა, მაგრამ საჭიროა. აშკარად საჭიროა. საშინელება ხდება. ცეცხლის სამეფო ქალაქში შემოვიდა. პრინცი ზუკო და ბიძამისი ნახე. არა. ეს მეფეს უნდა ვუთხრათ. არი დარდო, ვიზრუნებ, რომ მან ყველაფერი გაიგოს. კატარაში. ტაილი პირდაპირ. წყლის გარეშე. ქალაქშია. გონი ოჯახის გაერთიანება. ზუზუ. ყველაფერი შეიტყო. აბსოლუტურად ყველაფერი. რა ცუდია. იმისთვის, რომ ავატარის მდგომარეობას დაეუფლო, ყველა ჩაკრა უნდა გახსნა. დანებდი. კარგი. შევეცდები. არ მგონია პირდაპირ გაშვებაზე იყოს საუბარი. მიჯაჭვულობაზე იფიქრე. და გაუშვი. და შენში კოსმოსი. იქებს სხვანაირად გულისხმობა. ეს რა ვიზუალები წამოვიდა. რობერტო. ეს თამბნეილზე წავა. არა ეს. გაერთი 5 ჯერ მაინც მომიწევს გადაფიქრება. ეს. რა არის ეს? არა. გამიშვით. ესეც მაგარი იყო. კატარა უპირველესია ანტისთვის. კოსმოსულზეას ურჩევნია. კატარა საფრთხეშია. უნდა წავიდე. არანგ. თუ მიჯაჭვულობას აირჩევ, ჩაკრას ჩაკეტავ. ახლა თუ წახვალ, ავატარის მდგომარეობა. კი, უნდა დარჩე. დაეუფლები. მაგრამ ეგრეა საჭირო. ვაუ.
მისი მორიგი ოინია. რა ჭკვიანები ხართ? ელჩი უდიდესი ხვრელია. შენი აზრით ეს ოინია? ოინი არ არის. ეს სინამდვილეა. აბა შენი ციტო. აი, თვითონ ჩაკიდავს. რა უხდა ლითონს. უდიდესი მბრძანებელი ვარ. თქვენ კი იდიოტებო. ეს არის. აბა რა. პრესაკეთ. აქ შენთან ერთად სამუდამოდ გავიჭედე არა? კი. საჭირო ოთახში მინდა. ცეცხლის სამეფოს დამარცხებისთვის მზად ხარ? არც კი იცი ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს მამა. ჩემი თიამაყე. საკმაოდ მარტივად დავამარცხეთ ეს სერი რო ვიცოდეთ. სოკა, ჩემთვის არაფრის დამტკიცება გჭირდება. შენით უკვე ვამაყობ. და ყოველთვის ვიცოდი რომ დიდებული მეომარი ხარ. მართლა? როგორ ფიქრობ ჩემი წასვლის შემდეგ წყლის ტომზე ზრუნვა რატომ განდე? როგორც შენ ცუდი ამბავია. კი. რა ხდება? თქვენი აგენტები ღამით მოვიდნენ და აქ წამომათრიეს? კიოშის მეომარს ასე არ უნდა ექცეოდეთ. ო, მაგრამ კიოშის მეომარი არ ხარ. ხომ ასეა? ცეცხლის სამეფოს პრინცესა აზულა ხარ. რა გინდათ? შენთან გარიგების დადება მინდა. ბასინგსეზე კონტროლის აზულასაც ეგუნდა დიდი ალბათობით. გაქვს რაც მე მჭირდება. ნუ რა თქმა უნდა მე რო უღალატოს. მიწის სამეფოს სკადია. ნდობა. და რატომ უნდა დაგეხმარო? იმიტომ რომ ავატარს დაგაჭერინებ. გისმენ. ჰა? გისმენ კაია. შეტყობინება სასახლიდან. მე ვერ ვიჯერებ. რა? რა არის ვიზია? შესანიშნავი ამბავია. სასახლეში აი მე არა. რათა ჩაითვით მეფეს მივართვით. რელიზი მოამზადა აზულამ დაგპატიშეთ. რა ჭკვიანია ესო ხერი რა. ოხედავთ. გადაობთ? სუესებასია. არა მართლა რა რას ჩემ თვალში საკმაოდ მალე დამთავრდა. აი ჯანდაბას ჯანდაბას. ესე იგი ეს იყო ავატარი. ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი მეორე სეზონის 19 სერია გურუ. სერია ჯერ ერთი კარგი იყო ძალიან. აზულა ამ სერიაში იყო საუბრა. IQ 200 პლუსი თუ არა აქვს, აი, რომ თქვა რომ 200 პლუს IQ აქვს, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ რა არ მოფიქრა კიოშის მეომრების სახით შესვლა ბასინგსეში. ეგ ცალკე. პლუს მაგისა შეტყობინება იმათთვის, რომ ცეცხლის სამეფოდან არიან, რა ქვია, დაილისთვის და ლონგფენგისთვის. მერე აიროს და ზუკოს მოწვევა. ანუ თან კიდე ყველაფერი შეიტყეს. მაგან და მაგის მეგობრებმა. იმის, რა ქვია, დაბნელების შესახებაც, კომედიის შესახებაც აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ვაუ. მეც ვერაფერს დავუმატებ, აზულა გენიოსია. და ეს ანგის სცენა, ვაუ. სცენა იყო მშვენიერი. ვიზუალები თავიდან ბოლომდე არაჩვეულებრივი. არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ კოსმოსზე რომ წავიდა საუბარი, ვიფიქრე, აშკარად ვიფიქრე რომ რაღაც ისეთი იქნება, ანუ არ თლად ეგეთ ძალიან მარტივად მივდიოდით რა. პირველი 6 ჩაკრა ისე მარტივად გავხსენით, რომ აი ეს ერთი თითის გადკაცუნებით თითოეული. და ვიფიქრე რომ ბოლოში მაინც სირთულე გვექნებოდა რაღაც. და რა თქმა უნდა ვერ შეძლებს კატარას გაშვებას და არც გაუშვია. და ვერც სოკა. სოკასაც სჭირდება. უბრალოდ კატარასაც სჭირდება დახმარება. და სოკა და ანგე რა თქმა უნდა ვერ მიატოვებენ.
მას სოკამ მამამისი ნახა. რაც ძალიან გამიხარდა. რამდენი ხანი პირველი სერიიდან თუ მეორე სერიიდან ველოდებით, როდის ნახავდნენ სოკა და მამამისი ერთმანეთს და როგორც იქნა მეორე სეზონის მე-19 სერიაში ოცნება აგვიხდა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე. არ ვიცი თქვენ რამდენად გინდათ მაგის ნახვა. და რა თქმა უნდა ტოფის ლითონი, ანუ ეს შეიძლება ითვლებოდეს ცალკე მიწის ბრძანებლობის ტიპად, როგორც ასეთი ლითონის ბრძანებლობა. თუ კი ძალიან მაგარია. არა მართლა ძალიან მომეწონა. ეს იმხელა ძალას შემატებს ახლა რომც დაიჭირონ და რომც დაუშვათ და სადმე როგორც ახლა დაიჭირეს ლითონის იმაში ყუთში ჩასვან თავისუფლად შეძლებს ტოფი გამოსვლას. რადგან უკვე დაეუფლა ლითონის ტექნიკებს, ლითონის ბრძანებლობას ჯერჯერობით ასე მოიხსენიებ, თავისუფლად შეძლებს ამის გაკეთებას და ტოფიც ახლა გათავისუფლდა რა თქმა უნდა და იმათ რა დაემართებათ არ ვიცი, საკმაოდ მარტივად კი დავამარცხეთ, მაგრამ ასე მგონია შემდეგ სერიისთვის მაინც მოახერხებენ გამოსვლას, მაგრამ 2 წამში მოვიცილებთ ისევ თავიდან. რომც ვერ მოახერხონ კიდე პრობლემა არ არის. ძალიან კარგი სერია იყო. მაინტერესებს შემდეგ სერიაში, შემდეგ სერიაში რა მოხდება. ახლა მოვწვი, აიროდას უკოც ხო მივლენიქ. ბასინგსეში მეფესთან. ხო კატარაც იქ არის, აზულა, მეი, ტაილი. პლუს ამისა აანგი და სოკა. თელი სასტავი ერთად გვეყოლება. დაწყებული ჩვენებით ან ავატარის გუნდით დამთავრებული იმით. ნუ რა თქმა უნდა ტოფიც დაბრუნდება. დამთავრებული იმით, რა ქვია, ცეცხლის ბრძანებლებით. აუ მე მგონი კიდევ ერთ მაგარ სცენას ვნახავთ. ყველა 10-ვე თუ რამდენიანი კი არ დამithunია პერსონაჟი რომ ერთად მოხდეს, ეს იქნება საოცარი სანახაობა. კარგი. ახლა სხვა გზა რა მოქვს მე უნდა ამოვჭრა აქ, იმიტომ რომ კომპიუტერი რატომღაც საკმაოდ სწრაფად დამიჯდა, არა და 50%-ზე მქონდა რომ ვიწყებდი და რეაქტებას. შევაერთებ და გავაგრძელოთ ფინალი მეორე სეზონის. რომელსაც მე მოუთმენლად ვერი და იმედი მაქვს ჩემ მოლოდინებს გაამართლებს. არ მგონია ახლა ყველაფერი ახდეს, რაც მე ვივარავდე მათგან, მაგრამ ერთიც რომ ახდეს სრულიად კმაყოფილი ვიქნები. აი, დაბრუნდები 2 წამში. კარგი, წავედით. შეიძლება ცოტა ხმაურმა შეგაწუხოთ ამ კომპიუტერის, მაგრამ პირველად არ იქნება. თითქოს და კარგი რაღაც ვთქვი. ავატარი არის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე სეზონის მე-20 სერია. ფინალი. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. კიდევ კარგი დახვეუნება აქვს ამ სერიას, თორემ დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად მე-18 სერიის ბოლოს რომ იყო და მე-19 სერიის დასაწყისში დახვეუნება ბოდიში თავიბაც. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ ისიც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდება და ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, სანამ ვინმეს გადაარჩევს. სწავლობს. წერა რომ მანქს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი. ლეგენდა აანგის შესახებ. ავატარის წინა სერიებში. სხვანაირი ჩანხარ. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ჩვენ იდეალური პოზიცია გვაქვს, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოვაწყოთ და მეფე ტახტიდან ჩამოვაგდოთ. დაილი ჩვენი გასაღებია. შენთან გარიგების დადება მინდა. იმისთვის რომ ავატარის მდგომარეობას დაეუფლო, ყველა ჩაკრა უნდა გახსნა. კატარა საფრთხეშია. უნდა წავიდე. არა, თუ ავატარის მდგომარეობაში მოგკლავენ ავატარი არსებობას. ნამდვილად. მეორე წიგნი, მიწა. მე-20 თავი. ბედის გზაჯვარედინი. ბედის გზაჯვარედინი. ვაუ, სათავე რა თქმა უნდა. და კატარას რა დაემართა? არ ვიცი.
ხილვა მქონდა. ხოლოდ იმას მივხვდი, რომ დახმარება სჭირდება. შესანიშნავი იქნებოდა შენ საბატარულ ძალას ახსნე ხანდახან მაინც რომ მქონდეს. ექნება. ეს რა არის? გახსნის მეშვიდე ჩაკრას ამ სერიაში და ექნება. ტოფი. გაგიყოლოთ? ეს სამეფოს მეფე და ეს კაი შეხვედრა იყო. ის არენდობიან. მათ თქვენი ლიდერი ლონგფენგი დააპატიმრეს. მალე ისინი თქვენამდეც მოაღწევენ და გაგანადგურებენ. ძალაუფლების მოპოვება სიცოცხლესა და სიკვდილის საკითხია. ჩვენი მოქმედებების სწრაფი და გადამწყვეტი უნდა იყოს. მიწის სამეფოს მეფე და 5 მრჩეველი ერთდროულად უნდა ავიყვანოთ. ლონგფენმა თქვენს უფროსად დამნიშნა, სანამ მეფეს არ ჩამოვაგდებთ. თუ ვინმეს ღალატს, მერყეობას, ან სისუსტეს შევამჩნევ, გავანადგურებ. სულ ეს არის. კარგი გამოსვლა იყო აზულა. ეს მშვენიერი და პოეტური, მაგრამ ამავე დროს საშიში იყო. მეგონა რომ იმბით შიშისგან გაეპარებოდა. ყველაფერი მოგვარებული არ არის. ავატარს, ჩემს ძმასა და ბიძას უნდა მივხედოთ. აი, ძმა და ბიძა მოგწენდებიან. ყავს წარმოდგენილი. მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ აქ დამპყრობლის რანგში მოვიდოდი. ამის ნაცვლად კი მეფის პირადი სტუმრები ვართ და მას ჩაი უნდა მივართვათ. ბედი სასაცილო რამ არის. სწორედ ასეა ბიძია. გურუსთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ავატარის მდგომარეობას დაეუფლე? თუ ახლა წახარ ავატარის მდგომარეობას ვერასდროს დაეუფლები. ეს აშკარად ტყუილია. შესანიშნავად ვარ. გურუსთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ავატარის მდგომარეობას მთლიანად დავეუფლე. აი, ეს არ უნდა გეთქვა. ანუ არაფერს არ დაგიშავებდნენ ახლა რო გეთქვა რომ ვერ დაეუფლე კატარას გულისთვის წამოხვედი. მეფეს ჩაეძინა. კი, თქვენ შეგეძინებათ ახლა. აქ რაღაც ხდება. მამთვიდად. ზუგოს კარგად გაზიდია თბები. აზულა. დაილი უკვე გაიცანით. მიწის მბრძანებლები არიან, მაგრამ ცეცხლის მბრძანებლების მსგავსი ინსტინქტები აქვთ. და ეს მომწონს. შენთვის მithქვამს დასავლეთის დრაკონი რატომ დამარქვეს. შენი ანეკდოტები არ მაინტერესებს, ბიძია. სინამდვილეში თქვენთვის რაღაცის ჩვენება მინდა. კი, პირდაპირ ცეცხლი. როგორც დრაკონს არა? დაევა. ეს აიროსეულა იყო. მიდი. არაფერი მოგივა. არა. გაქცევამ დამღალა. აზულას პირისპირ შეხვდა. ვაუ, ზუკო და აზუ. ხო გიდოდა რომ შეცვლილიყო. ჩემთან იცვლება. და დაპირისპირება გადაწყვიტე? ხო. ბრძოლაში გიწვევ. არა, გმადლობ. არა, რა? კარგი, ამათ გამკლავდება. ზუკო. შანსი არა, სემარტივად ზუკოს ვერ დამარცხებდნენ. სანერვიულო არაფერია. მაგრამ ხილვაში ვნახე რომ ის აფრთხეში იყო. ის გეგმების შესამუშავებლად გენერლების სხდომაზე იყო. ეს მეფე, რა თქმა უნდა. კიოშის მეომრებთან ერთად სადღაც წავიდა. ხედავან, ის უკისთან ერთად არის. ალბათ ახლა ჩვენ სახლში არიან და მაგიაჟზე და მსგავს რაღაცებზე ლაპარაკობენ. კარგი, შესაძლოა მართალი ხარ. დამინჯერეთ საფრთხე რომ არსებობდეს, ბოსკო ამას ცხოველური ინსტინქტებით იგრძნობდა. კი, იგრძნობდა. ეს კატარა და ზუკოს ერთად რა? ზუკო. მამა. აქ არავინა. კატარა საფრთხეშია. ვიცოდი. არა. მოიცადეთ. კართან ვიღაც დგას. და ვიცი ვინც არის. ჯუდი. ეს ჩემი ძველი მეგობარია. შენი ნახვა ძალიან აი გამიზარდა. რომ თქვენი დახმარება მჭირდება. უცებ მართლა ჯუდი. კი ვიფიქრე აირო და ვიცი ვინც არის რომ თქვა. მას
ტყეში შევხვდი და ქვით დავაგდე. შემდეგ ჩაიდამალევინა და კარგი რჩევა მომცა. შეიძლება შემოვიდა. პრინცესა აზულა ბასინგსეშია. ღმერთო ახლა გავგიშდები. მოვალ 2 წუთში. არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი კომპიუტერი გამოვასწორე უბრალოდ. 3 2 1 გავაგრძელეთ. ალბათ კატარა მასხავს. მაგრამ ოდეშიც მაინც მოვიხდი, იმიტომ რომ ბოლო სერია აზულა დავამარცხოთ. კატარა და ზუკო გავათავისუფლოთ. მოიცადე. მან ზუკო თქვა. ვიცი ჩემს მიშვილზე რასაც ფიქრობთ, მაგრამ დამიჯერეთ, შინაგანად გულკეთილია. შინაგანი გულკეთილობა არ გმარა. ჩვენთან მაშინ მოდით, როდესაც გარეგნულადაც შეემჩნევა. კატარა საფრთხეში. ემჩნევა სხვათა შორის უკვე. მთელი პასინგსია. გაერთიანება ჩვენი ერთადერთი შანსია. ერთი კაცი მოვიყვანე, რომელიც მართლა გაერთიან. ამჯერად ვინ? აზულა და ლონგფენგი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. ყედაიყვანა. სამეფოს მეფის ჩამოგდება უნდათ. ჩემი და მითხარი კატარას სადმალავენ. ისველი ბასინგსეს ბროლის კატაკომბებში ხავთ. კატაკომბები სასახლის ქვეშ მდებარეობს. გენერლებსა და მიწის სამეფოს მეფეს ზედმიწევნით უთვალთვალებენ. კარგია. და ცეცხლის სამეფოს პრინცი. დაახლოებით ვიცი რაც მოხდება. უბრალოდ ხვდები. დაილი და ეს ლონგფენგი ეცდებიან ბასინგსეს განადგურებას, მერე აზულა უღალატებს და ეგრეთ წოდებული მთავარი ანტაგონისტი მეორე სეზონის გამოჩნდება. აქ რატომ ჩამოგაგდეს? არა მოიცადე, უნდა გამოვიცნო. ეს მახია. როდესაც ანგიჩემს დასახმარებლად მოვაშენი პატარა ცეცხლოვანი ბრჭყალებით მას საბოლოოდ დაიჯერ. ვაუ, ხმასაც არის. საშინელი ადამიანი ხარ იცი? შენ ყოველთვის ჩვენ გვითვალთვალებ და ავატარზე ნადირო. შენ მსოფლიოს უკანასკნელი იმედის შეპყრობას ცდილობ. მაგრამ ეს რატომ უნდა გადარდებდეს? შენ ხოლმე ბატონის შვილი ხარ. ომის, ძალადობისა და სიძულვილის გავრცელება სისხლში გაქვს. არც კი იცი რა სამა. არ ვიცი? ნამდვილად არ იცი. წარმოდგენაც კი არ გაქვს პირადად მე ამ ომის გამო რა გადავიტანე. ცეცხლის სამეფო დედა წამართვა. მაბატი. საერთოდ სწორედ ეს გვაქვს. კი, ფაქტობრივად ცეცხლის სამეფოს უკოსაც წართვა დედა. მოკლედ, ვიცით რომ ქვევით ძველი ქალაქია, მაგრამ ის ძალიან ღრმად არის. არ ვიცი. დავეტანი ღრმად. უნდა გავიყოთ. ანგ, შენ აეროსთან ერთად წახვალ. რათა კატარა და ის გაბრაზებული ბიჭი იპოვოთ. გადავთ. არ მწყინს. ანგი და აირო ერთად. მეფე აზულას გეგმების შესახებ გავაფრთხილოთ. 2 თუ 3 ვიდეოს ზუსტად ეგ თქვი რომ ნეტა ერთად ეკვდათ. ტოპი ფიქრობს რომ კარგი რჩევების მიცემა შეგიძლიათ. და ამბობს რომ შესანიშნავ ჩაის ამზადებთ. ეს ყველაფერი სიბერესთან ერთად მოდის. რაზე ფიქრობ? მოკლედ, გურუ შეხვდი, რომელსაც ჩემთვის ავატარის მდგომარეობის დაუფლება და ძალის გაკონტროლება უნდა ესწავლებინა. მაგრამ ამის მისაღწევად უარი იმ ადამიანზე უნდა მეთქვა, რომელიც მიყვარს. და ამის გაკეთება ვერ შევძელი. სრულყოფილებასა და ძალას გადამეტებულად აფასებენ. ჩემი აზრით გონივრულად მოიქეცი, როდესაც ბედნიერება და სიყვარული აირჩევს. ჩემი აზრითაც. რა მოხდება თუ ყველას ვერ გადავარჩენთ და აზულას ვერ დავამარცხებთ? იქნება ავატარის მდგომარეობის გარეშე საკმარისად ძლიერი არ ვარ. ამაზე პასუხი არ მაქვს. ხანდახან ცხოვრება ასეთ ბნელ გვირაბს გავს. გვირაბის ბოლოს სინათლეს ყოველთვის ვერ დაინახავ, მაგრამ თუ წინსვლას განაგრძობ. სინათლეც გამოჩნდება. უკეთეს ადგილას აღმოჩნდება. ვაუ. საკმაოდ ლამაზი კატაკომბებია, მინდა გითხრათ ბასინგსეში. აი გენერალი ჰაუ. გენერალი ჰაუ. ესეც რა ხდება აქ? შინაპატიმრობაში ხართ. გადატრიალება უკვე მიმდინარეობს. მეფე უნდა გავაფრთხილოთ. დაილიც თავის დასაკეთებელს აკეთებს. ყველასთან. ამათაც კიდევ კარგი მოვასწარით. რა მოვასწარით? რა მოასწარით? სიმპათიურო. მე ვერცნო? სუკის ხვდები.
ვის? ეგრე. ისინი კიოშის ნამდვილი მეომრები არ არიან. ბოდიში რომ იმედი გაგიცრუეთ. მიგვირს სოკამ როგორ გიცნო. თითქოს ერთად ვცეკვავთ. ეს ბრძოლა დასრულებულია. აი რა. მომოს. ყველანი გაიყვანეთ. დათვიც. აი ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდით. დაილი, ცეცხლის სამეფოს პრინცესა დააკავეთ. დააკავეთ. რა გჭირთ? არა. უბრალოდ ჯერ არ გადაუწყვეტიათ. იცდიან, რათა ნახო ყველაფერი როგორ დასრულდება. რას ამბობ? შენს ისტორიას შენივე თვალებიდან ვკითხულობ. როდესაც დაიბადე არაფერი გქონდა. შენ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწია, რათა ძალაუფლება მოგეპოვებინა. მაგრამ მმართველობის უფლება დაბადებიდან გქონდა. კი. სიმართლე ის არის, რომ არ იციან ტახტზე ვინ დაჯდება. და დანებება ვის მოუწევს. მაგრამ მე ვიცი და შენც იცი. მოკლედ, რელიზი მოამზადა აჭარანეთქომმა. ჩემივე თამაშში დამამარცხე. ვაუ. დანაშაულებ. მოთამაშე არასდროს ყოფილ ხარ. მოთამაშე არასდროს. პატიერი ვიყირე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. აუ, აზულაში. წარმოვიდგენდი თვალზე ყოველთვის შენი სახე მიდგებოდა. ჩემი სახე. გასაგებია. არა, ეს არ მიგულისხმია. არა უშავს. ადრე მეგონა რომ ეს ნაიარევი ჩემი ნიშანი იყო. ის გაძევებული პრინცის ნიშანი იყო, რომლის ბედი ავატარზე ნადირობა, მაგრამ ამას წინათ. მივხვდი რომ თავისუფალი ვარ და ჩემი ბედის არჩევა თვითონ შემიძლია. თუნდაც ნაიარევისგან ვერასდროს გავთავისუფლდე. იქნებ შენი დახმარება შევძლო. რა? მე სამკურნალო უნარები მაქვს. ეს ნაიარევია. მისი განკურნება შეუძლებელია. ეს წყალი ჩრდილოეთ პოლუსის სულების ოაზისიდან არის. მას გასაგებია თვისებები აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის ვინახავ. სერიოზულად? იცი იმოქმედებს თუ არა, მაგრამ იმოქმედებს? ნიკაი. ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ბიძია, არაფერი მესმის. ავატართან ერთად რას აკეთებ? შენს გადარჩენას ვცდილობ. აი რას ვაკეთებთ? პრინცოს უკო დროა დავილაპარაკოთ. წადით თქვენს მეგობრებს დაეხმარეთ და ჩვენს და კარგი, მაგრამ მინდოდა რომ ერთად გაიგზავნებინათ გზა. რატომ ბიძია? შენის ბიჭი აღარ ხარ, ვინც ადრე იყავი ზუკო. ასეთი ძლიერი, გონიერი და თავისუფალი, როგორიც ახლა ხარ, არასდროს ყოფილ ხარ. და ახლა შენი ბედის გზაჯვარე დინზე დგახარ. დროა არჩევანი გააკეთო, დროა სიკეთე აირჩიო. კრისტალები. ბიძიასგან ასეთ საქციელს ველოდი, მაგრამ ზუკო. უფლისწულო ზუკო. მოღალატის გარდა ყველაფერი შეიძლება იყო. ხომ ასეა? ახლავე გავუშვი. გვიანი ჯერ კიდევ არ არის ზუკო. დანაშაულის გამოსყიდვა ჯერ კიდევ შეგიძლია. გამოსყიდვის ფორმა, რომელსაც ის გთავაზობს, შენთვის არ არის. უფლება მიეცით, რომ თვითონ გადაწყვიტოს ბიძია. შენ მე მჭირდები ზუკო. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდი. ეს ცეცხლის სამეფოს ისტორიაში ყველაზე დიადი დღეა და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთად შეგვიძლია. დღის ბოლოს ღირსებას დაიბრუნებ. აზულა და ზუკო ერთად. დაიბრუნებ და ყველაფერი გეკრიბ. რაც არ მოხდება. ზუკო, გევედრები. შენს გულში ჩაიხედე და დაინახავ სინამდვილეში რა გინდა. არჩევანი შენ უნდა გააკეთო. არა. ბიძიას არ უღალატებს. ცოტა დატოფი უნდა მოვძებნოთ.
მოცადა რაკნა ზუკო ოს მაგარი სიგიჟან აზულა ელოასაც იყენებს და ლუშ ცეცხლსაც ანუ ჩანს რამდენად ძლიერი ბრძანებელია ზუკო გადავთ? დაილის აგენტებს ხომ არ ხედავ? არა, დადგმა უეჭო. წავედით. მოსკოს გარეშე არსად წავალ. ლითონის ბრძანება გაიყო. ნუ ახლა ანგი მარტივად დაამარცხებს. კაი, მარტივად არა, მაგრამ უეჭორი დაამარცხებს ზუკოს. ასულას ერავ თქვა არ ვიცი. კატარა დაასულა. ოპ. მე მგონი თვების გაბო გამწარდება. რას უნდა ველოდო არ ვიცი. ხა? Oh. Katara. Sukam seriozულად აზულას მხარე აერჩია. მეგონა შეიცვალა. მეც მეგონა. შევიცვალე. Oh, კრისტალის ჯავშა. როგორც ტოფი აკეთებდა, ტოფი უბრალოდ მიწაზე აკეთებდა. ერთი დარტყმით. რაღაც ყველაფერი ნათათებზე უნდა დადგე და არა უკანა. არც ისე კარგად მიდის. კარგი ოინია. შეგიძლიათ დათვი წაიყვანოთ. მოსკო. შეგიძლიათ დათვი წაიყვანოთ, რა კაია. ვანგი თვითონაა განრისხებული. ნუ და ეს საკმაოდ მარტივად მოხდა. ძალიან ბევრნი არიან. უნდა გაუშვა. აპატია კატარა. ანკ. წავიდა კოსმოსური ძალა რა შეიძლება ასე უწოდოთ. ჩაკრა. ავატარის რეჟიმი. წავიდა. არ გადავიღოთ.
არა ასე არ დავასრულებთ შენსი არა. ამჯერად კატარა დაიცავს. აირო. აქედან უნდა წახვიდეთ. მათ დავაკავებ, სადამდე შევძლებ. მათ დავაკავებ. გადავობთ? აირო ზუკოს წინააღმდეგ იქნება? ზუკო. სადამდე და ეს წყალი ავატარის რეჟიმი დაიბრუნდა. გამოგვივიდა ზუკო. ამას 100 წელი დასჭირდა, მაგრამ ცეცხლის სამეფომ ბასინგსზე დაიპყრო. მე ბიძიეს ვუღალატე. არა, მან გიღალატა. ზუკო, როდესაც სახლში დაბრუნდები, მამა ისე დაგხვდება, როგორც ომის გმირს. მაგრამ მე ავატარი არ მყავს. რა მოხდება თამაშებას არ დამიბრუნებს? მას ამის გაკეთება არ მოუწევს ზუკო. დღეს ღირსება. შენით დაიბრუნე. არა, ზუკოს ეს არ მოსწონს. მიწის სამეფო დაეცა. ბასინგსზე დაეცა. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ამით ვასრულებთ სეზონს. ბოლოში ნახოთ ხო არ არაფერი. შენ კიდე გაჭედა. არა არაფერი. ავატარი არის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე სეზონის მე-20 სერია. ფინალი. რა იყო? მიწის სამეფოს დაცემა? ნუ მე მაპატიეთ, სულ სხვანაირ ფინალს ველოდებოდი. ეს ფინალი იყო? ალბათ ყველაზე ნაკლებად მაგას ველოდებოდი, რომ ზუკო აიროს უღალატებდა. თავიდან იმდენ დიდი რეაქცია არ მქონია, იმიტომ რომ არ დავიჯერე. ანუ მე თავიდანვე მეგონა რომ უბრალოდ ის იყო. არ უღალატა სინამდვილეში და უბრალოდ აზულას უბრალოდ გეგმა ჰქონდა რა ასეთი, ხომ ხვდით რომ მოეტყუებინა აზულა და მე იმას იზავდა. აზულას წინააღმდეგ დადგება, ბოდიში რაღაც დიდი პაუზა გამომივიდა. ბასინგსზე დაეცა ხალხო. მიწის სამეფო დაეცა. ლონგფენგი ცოცხალია. აზულა მიწის სამეფოს მმართველი გახდა. ზუკო აზულას შეუერთდა. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ეგ კიდე მაინც. ანგი ვერ გადავიდა ავატარის რეჟიმში საბოლოოდ. არ ვიცი. იმედი მქონდა რომ გადავიდოდა ბოლოში მაინც და გადაარჩინა სულ ყველას, მაგრამ აზულა რა. თავარი კითხვა ახლა. რა უნდა ვქნათ? კი, აგი გადავარჩინეთ. ცოცხალია. წავედით ბასინგსიდან, მაგრამ პირველ რიგში რა დაემართა აიროს და მერე რა დაემართება ავატარს ანგს.
გურუს კიდევ ერთხელ ნახავთ დიდი ალბათობით. თუ არა და აანგი თავისით დაეუფლება ამ ჩაკრას, თავისით გახსნის ამ ჩაკრას. მეორე მხრივ კარგი არის კიდეც იმიტომ რომ თუმცა არა უკეთესი იქნებოდა ახლა რომ არა დავიწყეთ კარგი არაფერი არ არის. აზულა და ზუკო ერთად არ ვიცი. მე დიდი ალბათობით დაწმუნებული ვარ ზუკო უღალატებს აზულას და მიხვდება რომ იყენებს თუ იყენებს სინამდვილეში ახლა შეიძლება იმდენად მტრულადაც არ არის განწყობილი ზუკოს მიმართ მტრულად რა იმდენად აქტიურად არ უყურებს რომ უბრალოდ იყენებდეს და მეტი არაფერი შეიძლება მართლა როგორც ძმა ისე უყვარს და სინამდვილეში ამდენი ხანი მალავდა ამას მაგრამ რავი მე თუ მკითხავთ არ ვიცი სერია იყო შესანიშნავი აი ზუკო რომ არ დათანხმდება აი არ ვიცი მართლა რაზე ფიქრობ და მაგრამ მაინც ახლა ფაქტობრივად ზუკოს ოცნება ეს იყო რომ დაბრუნებული ოცნება რა უფრო მიზანი რომ დაბრუნებული იყო თავის სახლში ოზაის იმედების გასამართლებლად და ახლა ამის გულისთვის აიროს უღალატა აირო ამას არ აპატიებს მარტივად არა საბოლოოდ შეიძლება აპატიოს მაგრამ გაუჭირდება არ ვიცი ფაქტობრივად ზუკო მეორე ჯეტია რა აი უკვე რო ფიქრობ შეცვლილი რომ არის და უკეთესისკენ რომ იცვლება რაღაცა შტერობას გააკეთებს მომენტში და ამით გაიფუჭებს საქმეს ნახოთ რა სიზამს რა ვიცი გული კი დამწყდა მაგაზე ახლა კატარა და ეს სოკამ კიდე ნახა მამამისი მაგრამ აი კატარას არ უნახავს თან კარგი იქნებოდა რომ მამას ჩვენთან ერთად გაიგრძელებინა გზა ახლა არ მგონია ასე ძალიან იმიტომ რომ მთელი ჯარი ხავს იქ და რავი არ მგონია რომ დათანხმებოდა მაგის თქმა ნუ ტოფი დავიბრუნეთ როგორც ჩანს ის მამამისის დაქირავებული გიჟები აღარ დაბრუნდებიან მაგრამ ტოფმა ლითონის ბრძანებლობა ისწავლა თან კარგად ეს პლუსია ნამდვილად არ ვიცი აი ცეცხლის ბრძანებლობის ტიპი კი ვიცი და მიწის ბრძანებლობას ამ გამოდის ლითონის ბრძანებლობაც აქვს ცოდი და ქვიშისაც ვაუ მაინტერესებს ერთი წყლის და ჰაის ბრძანებლობის ტიპები რა იქნება წყლის ალბათ ყინული მაგრამ ყინული არა ყინული თავისთავად წყლის ბრძანებლობაში შედის თუ არ ვცდები თუ შეიძლება კიდე იყოს ცალკე ყინულის ტექნიკები უფრო განვითარებული არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ნახავთ რა მომავალში აუცილებლად მანამდე ვიტყვი იმას რომ მესამე სეზონის პრემიერა იქნება არაჩვეულებრივი აი გრძნობ რომ ისეთი მომენტი დაიწყებენ რომ თლად საოცრება დავანახო ნუ ძალიან არ გადავამეტებ მაგრამ ძალიან კარგი რომ იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ იმაში რომ მომეწონება მე პირადად და როგორც ვიცი მესამე სეზონი არის საუკეთესო პირველი და მეორე სეზონი რომ არც შეედრება ეგეთი ასე თუ ისე დაგემშვიდობებით მაშინ ახლა საერთოდ ხო მეორე სეზონი თავისთავად კარგი იყო აი ცუდი სერია არ ყოფილა ხახტო არც საშუალო მარტო კარგი სერიები მართლა ერთადერთი იყო ჭაობი მაგრამ ეგეც კარგი სერია იყო მომეწონა ყველაზე ცუდი სერია მეორე სეზონში იყო ჭაობი რომელიც ასევე კარგი იყო და საუკეთესო ალბათ ის იქნება ბასინგსეს ამბები ეგ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით აიროს სცენა
თუმცა მე აშკარად ვთვლი, რომ მეორე სეზონი პირველს ჯობდა ბევრად. კარგი, დაგემშვიდობებით. აღარ გავწელავ, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქება, არხის გამოწერა, კომენტარების დატოვება და ზარის ღილაკის გააქტიურება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გისურვებთ ბედნიერ დღეს. კარგად ბრძანებით.